ბელგიის მეფის ალბერტ მეორის მიერ ივლოტერმის მთავრობის დათხოვნის შემდეგ ქვეყანა პოლიტიკური კრიზისის ახალ ფაზაში შევიდა. პარტიებს შორის მოლაპარაკებების მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა. კრიზისიდან გამოსავალი მხოლოდ რიგ გარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ან ახალი სამთავრობო კოალიციის შექმნა. ბელგიური მედიის ინფორმაციით, კრიზისი ქვეყნის ისედაც რთულ ეკონომიკურ მდგომარეობას საფრთხეს უქმნის და ბელგიის იმიჯსაც ლახავს. პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში ორენოვანი ადმინისტრაციული საარჩევნო ოლქის ბრიუსელ ჰალე ვილვორდის გაყოფის მცდელობამ გამოიწვია. იქნებ კონფლიქტის გადაწყვეტის ჩვეული გზის ნაცვლად რაიმე ახალი არასტანდარტული გადაწყვეტილება მოეძებნათ, ჯერა რომ კომპრომისი მიღწეული იქნება, იმედია ეს რაც შეიძლება სწრაფად მოხდება, აცხადებს ბელგიის მცხოვრები. ბევრი ბელგიელი შიშობს, რომ სადავო ოლქის გამო გაჩენილი დაპირისპირება 180 წლის წინ ჩამოყალიბებული ქვეყნის გაყოფას გამოიწვევს. ევროპაში კი შიშობენ, რომ კრიზისმა ბელგიაში შესაძლოა პოლიტიკური ქაოსი გამოიწვიოს, მაშინ, როდესაც ქვეყანა ევროკავშირის თავმჯდომარეობისთვის ემზადება.